პირველ ივლისიდან C ჰეპატიტით ინფიცირებულთა იმ რაოდენობა შეუძლია მედიკამენტების 60%-იანი ფასდაკლებით შეძენა, ვიზეთ ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალურმა კომისიამ დადებითი დასკვნა გასცა. თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციები ამბობენ, რომ ძვირადღირებული დიაგნოსტიკის გავლას ბევრი ვერ ახერხებს. სწორედ ამ თემაზე სასაუბროდ ასოციაცია თანადგომამ დისკუსია მოაწყო. სახელმწიფო მხოლოდ ციხეში C ჰეპატიტით ინფიცირებულებს მკურნალობს. რეგიონში უფასო დიაგნოსტიკის პროგრამას კი ეჭერის ჯანდაცვის სამინისტრო და მერია ახორციელებენ. მერიის პროგრამა მხოლოდ სოციალურად დაუცველებზეა გათვლილი. ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ C ჰეპატიტით მკურნალობის საყოველთაო პროგრამა 2016 წლიდან ამოქმედდება. თუკი სახელმწიფოს ექნება მკაფიო პოზიცია ფარმაკომპანიებთან მიმართებაში, მკურნალობის ეს ასტრონომიული ციფრები გაცილებით დაიწევს. ამის მაგალითი არის ეგვიპტე, რომელმაც $84,000 კურსი მიიღო სულ რაღაც $900. ხოლო დიაგნოსტიკაში უნდა გადაიხადოს 800 ლარი, ხოლო შემდეგ იხდის ერთ ამპულაში 160, ერთ ამპულაში და ერთკვირიანი ხანგრძლივობით გრძელდება პრეპარატი, რომელსაც იღებენ პეგილირებულ ინტერფერონთან ერთად, ჩდება რაღაც 160 ლარამდე კვირაში და ჭირდება ადამიანს 24 ან 48 კვირა. შესაბამისად, ხალხს არ აქვს საშუალება. 2016 წლიდან ვისაც საჭიროებს ეს მკურნალობა იქნება ხელმისაწვდომი. ამ ეტაპზე არის პროგრამა, რომელიც შესაძლებლობას აძლევს მოქალაქეებს, რომელსაც ჭირდებათ მკურნალობა, შედარებით შეღავათიან ფასებში მოიპოვონ სამკურნალო მედიკამენტები.